მოგესალმებით, მე გახლავთ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიტყვი ყველა ის ადამიანი, ვინც განსასწრებაში ნახართ უცხოეთში მყოფი ქართველი და პატიმრები მინდა განსაკუთრებით მოვიკითხო და რა ვიცი, ყველა იმ ადამიანს, ვისაც რა ვიცი, რაღაც პრობლემა გაქვთ, ხო? მერთმა სიკეთე და სიხარულით გადაგატანო და აუცილებლად გადავიტან და დღეს ყავს, რა ვიცი, ყველასათვის აყვარელი სტუმარი, მოძღვარი, რომელიც ავიც თუ გვახარებს ხოლმე, მაგრამ სხვათა შორის დიდი ხანია არ მოზანო დაგლოცეთ. კი, დაგლოცოთ ღმერთმა, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. ხო, კაი ხანი გავიდა რაღაცნაირად ჩემ პირად ცხოვრებაში ესეთი ცხოვრებისეული ტალღები, ქარიშხლები იყო და რომ დაწყნა და მოვედი და მადლობა ძალიან გელოდებოდა. ჩემთვის ეს სავანია ნამდვილად ბევრჯერ მithქვამს და მოვედი და ამაზე დიდი სიხარული არაფერია, როცა ესე იგი მართლმადიდებელი ქრისტიანები გისმენენ, შენ გამოდიხარ, ლაპარაკობ რელიგიაზე, უდიდესი სიხარულია, უზარმაზარი. როცა პავლე მოციქული ატარებდა წირვებს და წირვის შემდეგ ყოველთვის ჯდებოდნენ, აღაპები და ტრაპეზები იყო და მერე საუბრობდა პავლე რელიგიაზე და ძალიან ხშირად დილამდე საუბრობდა და ეხლა ყოველთვის წარმოვიდგენ ხოლმე პავლე რო ისაუბრებდა რა იქნებოდა რა აუდიტორია იყო და როგორ უსმენდნენ მას. ნუ ჩვენ დონეზე საუბრობთ რა თქმა უნდა და ეს უკვე სხვა დროა, ჩვენ სხვანი ვართ, მაგრამ მაინც მრევლის წყურვილი არის გიორგი ძალიან დიდი და თქვენ ამ საქმეს ემსახურებით ზუსტად რომ ამ წყურვილს აკვლევინებთ და გამოდიან აქ სასულიერო პირები, საუბრობენ რელიგიაზე და უამრავი წერილი, უამრავი გამოხმაურება რომ ესე იგი როგორ უხარია ხალხს და როგორ წყურია ეს სიტყვა და რა ბედნიერები არიან რომ რაღაცა სასარგებლოს სულის სასარგებლოს ვამბობთ და ესე ვაპურებთ სულიერად ვაპურებთ მრევლს. მამო, აი რა უნდა გაითვალისწინოს ქადაგებისას, აი რა სითვალისწინებთ ხოლმე ყოველთვის, იმიტომ ძალიან ბევრნაირი მრევლი გყავთ თქვენ და აი რა უნდა გადაუცდეს მაგალითად. ხო, ეს გიორგი როგორ აიცი, მღვდელი არის ფსიქოლოგი. თან. თუ მას რაღაც ისეთი გონებრივი მონაცემები აქვს, ნიჭიერი კაცია, უკვე წლები რომ მიდის და გამოცდილება აქვს, არის უკვე დიდი ფსიქოლოგი, ნამდვილი ფსიქოლოგი რა და აი ამ დროს ახლა მე თითქმის 40 წლის მღვდელი ვარ და დიდი გამოცდილება მაქვს. ნიჭს რა მოგახსენო, მაგრამ აი გამოცდილება ნამდვილად მაქვს გიორგი და რას ვაკვირდებოდი, იცი რომ აი დასაწყისში, ხო იცი დასაწყისი მაინც ხო იცი ისეთია რომ არაგა გამოცდილება და რაღაც ერთ რეცეპტს უწერდი ყველას რა, აი მოვიდოდა თქვა ისეთი ადამიანი რომელიც სუსტი იყო აღნაგობით, გამიგე, აი ხა მარხვაა და ეს გამახსენდა ეს მაგალითი. მოვიდოდა ისეთი ძლიერი იყო აღნაგობით, მოვიდოდა ისეთი მოხუცი იყო, საერთოდ ავადმყოფი იყო და ყველას ერთად უნდა დაიცვა მარხვამ კაცრად. ვეუნებოდი. მერე მივხვდი რომ ეს რა თქმა უნდა არ იყო სწორი და აქ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს. სხვათა შორის აი ხა მარხვა და ეს კარგი იქნება, კაი დარიგება იქნება, რაღაცა განმეორებაც მოგვიწევს, მაგრამ ცოდნის დედაო, ხო განმეორება. ესე იგი, ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, რომ რატო აძლევთ უფლებას, რომ მარხვა მკაცრად არ შეინახონ, ან საერთოდ არ შეინახონ. ჩვენ კი არა გვაქვს ამის უფლება. ჟულის კანონი გვაძლევს ამის უფლებას. კიდევ ვიმეორებ. ტიმოთე ალექსანდრიელი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, თქვა, მაშინ არ იყო ეს წოდება მე-4 საუკუნის, მაგრამ მაინც შეიძლება ვთქვათ, რომ მაშინ იყო პატრიარქი ალექსანდრიის წმინდა კაცის კითხვა პასუხები შესულია ჟულის კანონში. იქ მერვე კითხვა ესეთი, რომ ქალმაო თუ იმშობია რა აღდგომის წინ ვნების შვიდეულს. წარმოვიდგინე, ყველაზე შვიდეულს კი რა გამოდის, ბოლო მერვე შვიდეული გამოდის და შეიძლება რომ ჭამოსო ყველაფერიო, ესე იგი ხორციც და დალიოს ღვინო. და პირდაპირ ამბობს არსი, აი ტიმოთე ამბობს რომ აუცილებლად მას შეუძლია მიიღოს ხორციც, ღვინოც, ესე იგი ლაპარაკია, თქვა წითელ პარასკევს, დიდ პარასკევსაც კი, რადგან მარხვა არის დასათრგუნად სხეულის და თუ ისედაც დათრგუნულია და უძლურია სხეული, უკვე უაზრობაა მარხვა, უკვე ფანატიზმია მაშინ. მარხვა იქვე მეათე კითხვა არის, უკვე იგივე რომ ამ ბოლო კვირას, ესე იგი დიდი მარხვის
ბოლო კვირას თუ დაუძლურდა ადამიანი და აღარ შეუძლია მარხვა, თქვა მოხუცი ესე წერია და იგივეო იმეორებს პატრიარქი ალექსანდრის ტიმოთე, რომ რა თქმა უნდა უკვე აქ მარხვას აზრი არ აქვს. ამიტომ როგორ არის და წმინდა მამები, აი დიდი მამები, მაგალითად კიდევ იმეორებ პახომ დიდი, პაისი დიდი, პიმენ დიდი, ყოველთვის როდესაც დაინახავდნენ რომ ბერი უკვე უძლური ახალგაზრდა იქნებოდა თუ მოხუცი თქვათ ახალგაზრდა თუ ავადმყოფობა მოეწეოდა უხსნიდა ყოველგვარ კანონს, ეს იყო მეტანიები, ლოცვები და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა უხსნიდა მარხვას. და კიდე ერთი კლასიკური მაგალითი, როდესაც სიკვდილის პირას იყო მოხუცი ბერი ძალიან უძლური უკვე და თხა მომიხარშეთო და მაჭამეთო და არ მოუხარშეს. იყო ესეთი, საერთოდ ეკლესიაში არის ესეთი მიმართულება, ერთი მკაცრია, მეორე ესეთი მოწყალენი, როგორც დიდი მამები იყვნენ. და იქ არ მიცეს და გარდაიცვალა ის მოხუცი და მე ძალიან დატუქსა ესენი პახომ დიდმა. არ იყო მონასტერში და როცა მოვიდა რომ უნდა მიგეცათ რომ რაღა დროის მარხვა იყო, გამიგე? ამიტომ აი ხოლო როდესაც მოდის ახლა ძლიერი კაცი ფიზიკურად ახალგაზრდა ადამიანი და შეუულია მარხვა და ის გეტყვის რომ არ ვიმარხულებ, რა თქმა უნდა მე ვეუბნები რომ ასეთ შემთხვევაში მაშინ ვერ გაზიარებთ, რატო არ უნდა იმარხულო და თუ რამე ობიექტურს იტყვის, რა თქმა უნდა. არის ზოგჯერ აი სპორტსმენები არიან, გამიგე? 17-18 წლის და იმ დონეზე ვარჯიშობენ, რომ მარხვა მათთვის ძნელი, ამიტომ მანდ ახლა უხორცოთ, მაგრამ რაღაცა მაინც უნდა მიეცეს შეღავათ, იმიტომ რომ ფიზიკური დარტვითაც უძლურებაა ხო სწორივად. და აი მოკლედ მთელი ამბებია რა, იგივე ხა მარტო მარხვა ხო არ არის. იგივე თქვათ კაცი წესებთან აი თქვათ მრუშობასთან დაკავშირებით შეიძლება ადამიანი განაკანონო როგორ იცი რომ არის ადამიანი არარელიგიურია, კი მოდის, ეზიარება, არ არის ხედავ არარელიგიურია, ჯერ ვერ შეიცნობთ რა ჭეშმარიტება და ის ვარდება ამ ცოდვაში, მრუშობაში და რა თქმა უნდა განვაკანონებთ, მაგრამ არის ძალიან რელიგიური ადამიანი და გაგიკვირდება რომ ესეთი ადამიანი იმრუშებს. იმას რა თქმა უნდა ცოტა განკანონება მკაცრი უნდა იყოს და ასე შემდეგ, ესე იგი ყველას ერთ რეცეპტს ვერ გამოუწევთ. ინდივიდუალური და ყველაზე კიდევ ერთი მთავარი რომ ყოველთვის უნდა ვიყვნეთ მოწყალენი რა. აი ეს ჩვენ ათონის თაზე რომ მოვილოცეთ ათონის და გერონტებს ვეუბნებოდით რომ და მე მახსენდება არქიმანდრიტი რაფაელიც, რომელიც გამოირჩევა თავის სიმკაცრით, ხო? ხადაგებებში. ის ყოველთვის მაინც გვეუბნებოდა, როცა აი ასე დგას საკითხი, რომ რაღაცა ზოგჯერ ესე დგას საკითხი, რომ თუ სიმკაცრეს გამოიჩენ რაღაცა ცოტა ცოდვა, მაგრამ თუ სიმკაცრეს არ გამოიჩენ, მაინც ცოტა რაღაც ორბოროტება შორისო ხარ და რომელი ჯობია ყოველთვის შემწყნარებული იყო და ასე შეცოდო, ვიდრე ესე იგი სიმკაცრით შეცოდო. და იგივე გერონტებით სულ გვეუბნებოდა. ესე იგი, რა არის ზოგიერთს არ ესმის ეს რამდენად დიდია, როდესაც შენ შემწყნარებელი და მოწყალი ადამიანი ხარ. მაგალითად, ფუძემდებელი ანტონ დიდი ბერობის ფუძემდებელი, კი, მკაცრი კანონიც ჰქონდა, მაგრამ როგორი კაცი იყო, იცი, ყველა თუ ათასობით ის ხავდა, გამიგე და როგორ წერია იცი მის ცხოვრებაში, ყველა ადამიანს, ეხლა წარმოიდგინე ათასობით ადამიანი. საჩუქრებს ურიგებდა ყველა სათითაოდ, თვითონ. ანუ გიორგი, ნახე ამით რა საკეთებდა, რომ შეიძლება რაღაც მკაცრი წესები იყო, ასე თუ ისე ლოცვები იყო და შეიძლება ადამიანი ის ბერები რაღაცნაირად ეფიქრათ იმ ბერებს, რომ ой რა მკაცრია და ეს სიმკაცრი რომ დაეფარა, სიყვარული რომ გამოეხატა, ის სათითაოდ მიდიოდა და ყველას ასაჩუქრებდა. იქ არ წერია, მაგრამ საჭიროები, რაც საჭიროება იყო, ასაჩუქრებდა ალბათ სამოსით, ტანსაცმლით, რაღაც სხვადასხვა პარტელურად და ასე მაშინ ახლა ფული მაგენ დიდად ფულს არ ინახავდნენ, ყოველთვის გაურბოდნენ. იგივე პიმენ დიდი თვითონ ბანდა ფეხებს ავანტყოფ ბერებს, თვითონ უვლიდა, როგორია ხა წინამძღვარი რო ხარ, ხო, ამ ხამდენი მონასტრის და თვითონ უცვლიდა, საცვლებს უცვლიდა ავანტყოფ ბერებს, გამიგე? და სხვები ხო ხედავდნენ ხა რამხელა, აი ეს მაგალითი შემწყა და თქვა სხვათა შორის პიმენ დიდი აი ამ აქაც კი იჩენდა მოწყალებას.
და არ ქონდა სიმკაცრე, როდესაც მასთან ერთი ბერი მიდიოდა და ეუბნებოდა, რომ დავეციო ლაპარაკია ძიმეცოდვაზე იქ არ ჩანს, მაგრამ ნუ რაღაც მრუშობის ან რუშობა ან რომელიმე სახეობა მძიმე და ყოველდღე მოდიოდა თითქმის ეს და ყოველდღე შენდობის ლოცვას უკითხავდა და ბოროს სხვები აღშფოთენ და უთხრეს რომ კაცო მაგას აზრო შეუნდობ სულ შეუნდობო და აბა რა უნდა ვქნაო და როდემდეო სიკვდილამდეო და მერე კითხეს პიმეს რომ რო იმრუშებს ადამიანიო ღმერთიო აპატიებს 3 წლის თავზეო უფრო ნაკლებ დროშიო 2 წლის თავზეო კიდე უფრო ნაკლებ 1 წლის თავ ნაკლებო 6 თვე ნაკლებ 1 კიდე ნაკლებ და 3 დღემზე დავით 3 დღეში აპატიებს ღმერთი გამიგე ხო სინანული ასე რომ აი თვითონ განკანონებებიც ნახე გიორგი როგორი მრუშობაზე 15 წელი იყო მამათმავლობაზე 20 წელი იყო ნათესავთან მრუშობაზეც 20 წელი იყო და რაღაც აი ესეთი დიდი წლოვანება იყო რა მრუშობაზე ნუ კაცის კლაზე იგივე აბორტი ნუ მაშინ ესე არ ხდებოდა აბორტი მაგრამ მოშლა ხდებოდა მუცლის სხვათა შორის მუცლის მოშლაზე იყოს სამუდამო ანუ სიკვდილის წინ შეიძლებოდა მარტო და მერე ცოტა შეღავათი 15 წლამდე დავიდა მაგრამ ნახე რა წერია გიორგი იმიტომ რომ ეხა მრუშობაზე სიტყვაზე ვამბობ 20 წლით განკანონება თანამედროვე პირობებში ნუ შეუძლებელია მაგრამ ნახე იქვე რა ამბობს ჯულის კანონი მაგრამ ესო იმიტომ რომ ნახო რა ძიმეცოდვაში არიან გამიგე მაგრამ თუ სინანულს დაინახავს მოძღვარიო მაშინ განაკანონოს როგორც თვითონ გადაწყვეტს ანუ შეიძლება რაღაცა თვეებზე დაიყვანოს როგორც თქვა ეხლა არის რა დაიყვანოს ესე იგი ეს და მამაო აი ეს მოწყალება და ის აი რამდენი ხნის მერე შეიძლება რომ გაიგოს რა როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა იმიტომ რომ ცოტა რთული არის მამაო ზოგი პირიქით აი ეს ზარ რთულად უყურებს თან აი ახალი მოძღვარი უფრო რაღაცნაირად სხვანაირად აღიქვავს მაგრამ გარკვეული ასაკის მერე ხვდები რომ აი შენ რაც ბევრჯერ გეპატია შენც უნდა აპატიო და რაღაც აი ამ შემთხვევაში მამაო აი რა სიმაღლის უნდა იყო რომ აი ამ იმამდე მიხვიდე ხო, ნუ მან როგორ არის, იცი, აი ექიმივით არის რა, ეხა ახალბედა ექიმთან არ მიდიან. რეცეპტს ვინ უფრო ისეთ მიდიან და უფრო გამოცდილებთან მიდიან, თუმცა ზოგჯერ ახალბედა ექიმი გამოიჩენს უფრო ნიჩს და ხო და აი როგორ არის, იცი გიორგი, რომ ესე იგი ხუდელი აი როგორც თქვი, ფსიქოლოგი უნდა იყოს და ესე იგი უნდა განსაზღვროს, უნდა ჩაწვდეს ესე იგი სულში უნდა ჩაწვდეს იმ ამხსარებლის სულში უნდა ჩაწვდე რაღაცნაირად ფსიქოლოგია მისი უნდა გაითვალისწინო და აი ამის მიხედვით უნდა გადაწყვიტო როგორ უნდა უმკურნალო და ისა მაპატია რაღაც აზრი გამიწყდა რა მკითხე შენ ბოლოს აი ვის უფრო არ პატიობთ მამაო მაგალითად აი ეხა მაგალითად 20 წელი რო დავდივარ ეხა იგივე ცოდვას ეხა 2 დღის მოსულს არ აპატიებთ და მე შეიძლება არ მაპატიოს სიტყვაზე ვამბობ ხო აი ამ შემთხვევაში მამაო აი ისა რა ქვია მაგ ამ შემთხვევაში აი როგორ ხდება მამაო გარკვეული დროის მე თქვენც ხო იყავით მამაო აი ახალგაზრდა მღვდელი და მაშინ ხო ძალიან ის იყავით, რა ქვია, ფიცხი, ანუ ამ საკითხში ძალიან ესეთი კაცრი, ხო? აი თუ შეიძლება, მამაო, აი როდის ხდება ხოლმე, რა, აი მე რო შეხედავ, ანუ მაინც ეხა შენ ხარ უნდა ჩაიდინო ის ცოდვა, რომ მაინც გაუგო იმ ადამიანს, ხო? იმიტომ რომ ხშირი შემთხვევა, მამაო, აი ვიღაცა მაგალითად თვითონ რომ აი თამბაქოს არ იღებს, ხო, ვერ ხვდება იმ მეორე ადამიანის ცოდვას, როგორ არის და ეგრევე ეუნება, დაანებე რა იქ რა არის, ღვთისგულისა გასაგებია, მაგრამ იმ სიძნელებს თვითონ ვერ ითვალისწინებ. ხო ხვდებით მამა, აი თვითონ რა არის? სიგარეტზე გამახსენდა მაგალითად ათონის ერთ-ერთი გერონტა, ნუ ეს წმინდა მამა არა, მაგრამ ნუ ხელმძღვანელი ერთ-ერთი მონასტრის ესეთი რამ უთქვამს, რომ მე განვიკითხავდიო სიგარეტს ვინც ეწეოდაო, თამბაქოს ვინც ეწეოდაო და სულ ეჩხუბებოდიო რომ ამას როგორ ეგ და მე თვითონ დავიწყეო მოწევა. წარმოიდგინე რა. გარკვეული და ესო დავინახე ამაში ის რომ ესე იგი ამ საკითხში რომ განვიკითხავდიო ბერებსო ვინც ეწეოდნენ იგივე დამემართაო და ეგ სწორი შენიშვნა ხა შენგან რომ ზუსტად რასაც ამიტომ მოდელი ფრთხილად უნდა იყოს თავისთვისაც და იმ
ამხსარებლისთვისაც და რაშიც ნახე როგორ არის პავლე მოციქული ამბობს რომ ყველასთან ყველა ვიყავიო რა იუდეველთან ვითარცა იუდეველია ისა რა ქვია წარმართან ვითარცა რო შემეძინაო ნუ ეხლა ჩვენ ეს განვაზოგადოთ და ვთქვათ გავაფართოთ რომ ნარკომანთან ნარკომანი უნდა იყო რა გაგე ვითარცა ნარკომანი ვითარცა ნარკომანი ანუ ლოთთან მდგომარეობაში შემცვლელი ლოთი რომ მოდის ხო რაღაცა და შეგიძლია პატარა შეეშველო და ვითარცა ლოთი შეცუთხრა რომ აცო მეც აიღო ის პრობლემები მაქვს ვიყავი ლოთი ან რაღაცა და ის იმას უკვე როდესაც ეშინია უდლის ვაიმე რას მეტყვის ესე ვითარცა რო იქნები პავლეს დარიგების მიხედვით ვითარცა ლოთი რო იქნები იმასთან ერთად ის უკვე გაიხსნება უფრო რა თქმა უნდა და შემსუბუქნება იქნება მისთვის ამიტომ ნუ აი ეს არასოდეს არ უნდა დაავიწყდეს უდელს რომ პავლეს ეს დიდი დარიგება პავლე მოციქულის ყველასთან ყველა ვიყავი რა ესე იგი რა კატეგორიაც მოვა ისეთ ვითომ ის ხარ შენც ვითომ რა ჩვენ ყველა ცოდვებში ადამიანი მიდრეკილია ყველა ცოდვისა თლად ესეც არ იქნება რომ ისე ვიყოთ რომ თამაშობდეთ ეს ყველაფერი ცოდვა ზის ჩვენში რა თქმა უნდა ისე მამო აი თქვენ რამდენად მომხრე ხართ ის რომ აი მაგალითად სულ ეხა ძალიან აწუხებენ ხოლმე ხშირი ის არის რომ აი მოძღვრებს ძალიან აწუხებენ ხოლმე რაღაც ყოველდღიურად რაღაცებს აბარებენ ახსერებს იმას თვითონ რაღაცა ეს ხიბლის მომენტი არის თუ რა არის მამაო რომ აი ესე რაღაცნაირად ისა თან აი ამ გამოძახილის რომ გონია თუ რომ აიმე დედა ეხა დღეს მოკვდება და მოდი ახსარებას ჩავაბარებ და რაღაცა და ეს ამდენად ცუდად აისახება თვითონ ადამიანს იმიტომ რომ გაუბრალოთ მამა უკვე ვინც ხშირად აბარებს ახსარებას და ვინც აი ხშირად იმაშება ხო უფრო რაღაცნაირად გაუბრალოებით ეკიდება რაღაც ყოველ წამდაუწმ რაღაცა სულ უკვე ტელეფონით აბარებენ იმით და რაღაცა ისა აი ამ შემთხვევაში ამის მომხრე რამდენად ხართ მამაო და ხო, ძალიან ესეთი აქტუალური თემა ეგ ჩვენს ეკლესიაში და მოკლედ მამებს აქვს სამეუფო გზა, იცი შენ გიორგი, ოქროს შვალეთი რა, გადახრა არ შეიძლება არც მარჯვენა, არც მარცხენა. ეხლა ვინც ყოველდღე ახსარებას ამბობს, მე მონასტერს არ ვამბობ რა, ერის ხალხში ესენი გადახრილი ხალხია ჩემი აზრით რა. იმიტომ ეს თავისებური სულიერი ავადმყოფობაა რა. ყოველდღე ახსარება, თუმცა თუ ძიმეცოდვაში ახლა ყოველდღე ვარდები, მესმის, მაგრამ ძიმეცოდვაზე არ არის ლაპარაკი. ეს ნუ გადახრა უკვე რაღაცნაირად ეშმაკი ატყვევს და წმინდა მამები როგორ ამბობენ, იცი რომ როგორც აი მოხვეტა ნაგავს და გადაყრის სწრაფად, ხო? ესე უნდა იყოს, არ შეიძლება ესე გაშლა ამახსარებების და აი რაღაცა პატარა საკითხი რაღაცა ერთ ცოდვას ჩაიდენ და ამ ცოდვაზე ერთი 10 ფურცელი შეიძლება დაწერო. ან და ეს თვითონ სურვილი რომ ყოველ დღეს უკვე სულიერი ავადმყოფობაა ნამდვილად. მაგრამ რა თქმა უნდა არც ისეა რომ ახსარება არ თქვა და ისე ვეზიაროთ. მაგრამ აქ როგორ არის იცი რომ აი თვითონ ყოველ კვირას ახსარების ჩაბარებაც ყოველ კვირას ნუ სხვადასხვა ეკლესიაში მაგრამ საბერძნეთში ესეთი რამე არ არის. ჩვენთან ნუ აი იყო ესეთი მაგრამ როდესაც ძალიან დიდი მრევლია ეს ძალიან რთულია. ან მე ვთხოვ მაგალითად რომ ან თუ ამის აუცილებლობა ჩამოწერონ, იმიტომ რომ ყოველ კვირას მოსვლაც ნახე როგორ ზოგი ამბობს, ზოგს არ ესმის ეს საკითხი, ზოგი ამბობს, როგორ შეიძლება ახსარების გარეშე ზიარება, რა თქმა უნდა არ შეიძლება, მაგრამ თუ დიდი ცოდვა არ გაქვს. ხო, დიდი ცოდვა არ გაქვს. თუ შენ ფიქრობ, რომ წინა დღეს თუ თქვი ახსარება და მე ორი უნდა ეზიარო, ხოლო იმ შემთხვევაში მეორე დღეს თუ წინა დღეს თქვი, მაშინ წინა დღეს თუ იტყვი ახსარებას, მაშინ გავა მთელი საღამო, ღამე, დილა და თითქმის 12 საათი გავა სანამ ეზიარები, ხო? და იქაც მაშინ ხო მოგივა რაღაც აზრები და მაშინ როდის უნდა თქვა ახსარება? გამოდის რომ ეგეთი ლოგიკით ზოგონია, რო იტყვი ახსარებას, იმ სწრაფად უნდა მოიყვანო აზიარო. იმიტომ რომ მოსვლის დროსაც კი ადამიანი ცოდვებშია. ამიტომ აქედან გამომდინარე 12 საათი იქნება ეს თუ ერთი კვირა იქნება თუ მძიმე ცოდვა არ გეკნება, რა თქმა უნდა შეიძლება ზიარება და აი ამ საკითხს ესე უყურებ და ეს
აი მამა დიდხუჩაბაც ხდება ხოლმე დაშვება ბევრ ადამიანზე ხო აი ამ შემთხვევაში პატრიარქმაც დაუშვა რომ ყველა ეზიარეთ ეხა დღეს ვინცხათ აი შობაზეც მაგალითად იქ ვიყავით დედათა მონასტერში ყველა ეზიარეთ გითხრეს აი რაღაც აი ეს მომენტი აი ანუ რა სიმძიმეს იღებს ადამიანს არა პატრიარქმა ბევრჯერ თქვა ქადაგებაში რომ ისეთი დღეები როგორც არის დიდი ხუთშაბათი აღდგომა დღეს როგორც ოქროპირს უწერია აღდგომა დღის დიდ სიტყვაში დიდებულ სიტყვაში რომ ნურვინ დარჩებით მშიერი ეს იგულისხმება რუგზიარებელი და მიიღეთ ყველასათვის არის ოღონ პატრიარქმა ბევრჯერ განმარტა ეს ქადაგებების დროს რომ აქ რა თქმა უნდა ლაპარაკი არის ნახე რა საინტერესო თემაა სხვათა შორის გიორგი პატრიარქმა თქვა რომ აქ ლაპარაკია იმადზე, აი უკიდურესი რო ავიღოთ და დანარჩენი რა თქმა უნდა უფრო შეიძლება ზიარება. აი უკიდურესი რო ავიღოთ. თქვათ ნამრუში გაქვს. ხო. და როგორ გითხრა ეხლა რა, ნუ აი ერთი კვირა სიტყვაზე. მაგრამ არც აპირებს ზიარებას, გამიგე? მაგრამ აი ხარ აღდგომა დღეს მოხდი. და ხარ იმდენად ხო იმოქმედა შენზე, რომ გინდა ზიარება. ოღონ იმ გადაწყვეტილებით რომ უფალო მინდა ზიარება და აღარ ვიზამცოდოთ აი ასეთ შემთხვევაში შეიძლება ეზიარო მაგრამ თუ შენ ამრუში გაქვს და ეგეთი განცდა სიხარულის არ გაქვს და ეხლა ეს სპეკულიანტე და მოძღვარმა თქვა რომ ვინც ხარ ყველანი ეზიარეთ და ეზიარები ეს უკვე კადნიერებაა გამიგე ამიტომ არის რომ ესე იგი აღდგომის დღესასწაული რასასწაულია გიორგი რომ აღდგომის დღესასწაულზე ზიმეცოდებშიც რო იყო თუ მოხდა ისე რომ შენ გულწრფელად გადაწყვიტე რომ ზიმეცოდვას აღარ ჩაიდენ და წირვას ესწრები შენ შეიძლება რომ ეზიარო ნუ ეს ცოტა რთული თემაა მაინც მაგრამ მაინც ინდივიდუალური ის დიდი სიხარულის გამო და იმ დიდი მადლის გამო რომელიც ეშვება მორწმუნეზე რომელიც ესწრება აღდგომა დღეს წირვას დიახ და მამავი თქვენ რას ურჩევთ ადამიანებს ეხლა ვისაც აი მარხვა უნდა ხო ეხლა დაიწყოს რაღაცა ხო ამ შემთხვევაში ზოგი მაგალითად ამბობს აი 7 ზეციცხება ვერ ვიცხებ რომ რაღაც მარხვაზეა რა აი მე ეკლესიაში რა აზრი აქვს ჩემი მსოსი და ძალიანად ყვევს ბოროტი მამაო რა ჯერ 7 ზეციცხება ზოგი აი მაგალითად არ ცხებს რომ აი ეს რა მორწმუნე ამას არ შეიძლება აი ამ შემთხვევაში მამაო რა ხდება ზოგი მამოს ეპისკოპოსსაც არ ეჭმევს ადამიანს რომ ისა და აი აქ რა დარღვევა არის მამაო და რასთან გვაქვს საქმე ცოტა რთული ხო თვითონ 7 ზეთისხება საიდუმლოა იქ პირდაპირ წერია რომ ძიმეცოდვის მქონეს თუ არ აქვს შენ ეს როგორ ზიარება აი ზუსტად ახსარება მაინც უნდა გქონდეს ერთხელ ნათქვამი ხო კი ესე იგი ახსარება ერთხელ ნათქვამ შეიძლება არც გქონდეს და აცხო მაგრამ აი რა შემთხვევაში უყურე თუ შენ ამ იმაზე მოდიხარ საიდუმლოზე და გინდა იცხო მაშინ ნუ გასაგებია ვინც ახსარებას ამბობს ეზიარება და მძიმეცოდვაში არ არის პირდაპირ იცხებს და ვაცხებთ რა თქმა უნდა მაგრამ აი აქაც უკიდურესი ავიღოთ და დანარჩენი ხო უფრო რა თქმა უნდა შეიძლება რომ ვაცხოთ ესე იგი უკიდურესი იქნება თუ შენ ესე იგი არ ცხოვრობ ეკლესიურად აი იგივე რა თითქმის რუშობაშიც ხარ ყველანაირ ცოდვაში ხარ მაგრამ რაღაცნაირად ვინმე მგითხრა ან გაიგე რომ თურმე 7 ჯერ ზეთის ცხება კურნავს სულიერ ავადმყოფობად ფიზიკურად რამდენია და ძალიან მოგინდა რა ეს უკვე ღვთისმადლია რა და მოდიხარ და ეუნები მღვდელს აი მე მქონია ესეთი პრაქტიკა რომ ესე ქალბატონი მოვიდა და მამაო ძალიან გთხოვ რა ესე მე უთხარი როგორ ცხოვრობს არაეკლესიურად ცხოვრობს მაგრამ აი ეს რაღაც ფიზიკური ის კონდა ავადმყოფობა და ძალიან მინდა რომ ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება ეს ადამიანი გავუშვა ეკლესიიდან და არ ცხო 7 ჯერზეც ასეთი დარღვევა კი არ არის ეს უკვე აი აქ ჩვენ გვაძლევს ამ ქალის დიდი სურვილი და თან პირობა რომ აწი ვეცდები რომ და ის რომ ეს ავათარი ეს ადამიანი და ითხოვს ფიზიკურ კუნებას ეკლესიისგან და შენ უთხრა არა არ გაცხებ ზეც ნუ ეს როგორ შეიძლება ესეთ რამე აი ესეთ შემთხვევაში ვაცხებთ აი ხო გეუნები სულ შემწყნარებლობა ჯობი ეხლა თუ ისეთი შემთხვევაა რომ ახლა რუშობს და გეტყვის არა მე კიდევ იმრუშებ და მაზიარე ან კიდევ იმრუშებ და არ მაინტერესებს ეს მაგრამ ყველა იცხებს და მეც მინდა ნუ ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა
არც. იმიტომ რომ იცით მამა, რაღაცა ესეთი ისა წესი არის და ბევრი ადამიანი მაგიტომ იცხებს, რომ გონია თუ რაღაცა ცოდვებიო მოგეტევებაო, ნუ არასწორი რაღაც მივიწყებული ცოდვებიო, მივიწყებული შეიძლება კიდე რაღაცა, მაგრამ აქვთ ხოლმე ეს მომენტი, რომ მე იმიტომ ვიცხებ 7 გზით ცხებაზე, იმიტომ ვესწრებ, იმიტომ რომ ყველა ვინც არის არ მარხულობს რაღაცა მაინც მოდიან, იმიტომ რომ ცოდვები გენდობაო. აი ეს ის არის გავრცელებული და ამის გამო მოდიან. 7 გზით ცხებაში კი არის ის რომ დავიწყებული ცოდვები გეპატევებ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ეკლესიურად ცხოვრობ და შენ ეს გაწუხებს, რომ აი ყველა მე აღიარებ ყველა ცოდვას, მამაო, მაგრამ აი რომ დავიწყებული რომ აქვს, აი იმას რა უყო, ის გეპატიება, ხო? ოღონდ დიდი არა, მამაო, ეხლა. არა, დიდი არა, მაგი როგორ დაგავიწყდე. აქ ლაპარაკი აი რაღაცეები ხო გამოგრჩება რა და სხვათა შორის თუ გაიხსენებ, მე უნდა თქვა მაინც ახსარებაში. ყველა ვარიანტში უნდა თქვა, თუ გაგახსენდება. ნუ სულიერი ცხოვრება, როგორ გითხრა, ერთის მხრივ შეიძლება ესე ვთქვათ, რომ ძნელია, მაგრამ მეორეს მხრივ ადვილია. მამები ზუსტად ესე გვასწავლენ, მაგალითად იოანე ოქროპირი ამბობს, რომ იმდენად ადვილია და იმდენად მსუბუქია ცნებების შესრულება, რომ ქრისტე არც მოგცემდა ჩვენ რაიმე ძნელსო. თავარია რომ მივენდოთ ღმერთს და ის დავიწყოთ, ესე იგი, შესრულება ამ ცნებებისო და მე მოდის მადლი ღვთისა და ძალიან მსუბუქი და ადვილი ხდებაო. ნუ ეს მართლაც ესეა, რომ ტვირთი ჩემი მსუბუქარს და მეორე რა შემთხვევაში ეცი რთული. რთული იმ შემთხვევაშია, როცა შენ არ გწამს ღმერთის, ესე იგი, თითქმის არ გწამს ამ ძალის, რომ ქრისტე მოგცემს ამის ძალას და როგორ შეიძლება მე მოვითფინო მლუშობის ნება, თქვა თითქოს, როგორ შეიძლება ერთმა ისეთ სასაცილო თქვა დიდმარხვაში მეო მინდა რომ მარხვა დავიწყო და გოჭის ხოთ შეიძლება ვჭამო ხანდახან დიდმარხვა იმდენად უყვარდა. ხო და აი ეს არის რომ თუ შენ არ გაქვს ამის წმენა რომ ღმერთი ამის ძალას მოგცემს, მაშინ რთულია უკვე მარტო იმიტომ იმ ნების იმ ხორცის არ ჭამა, ყველაფერი რთულდება უკვე. მაგრამ აი მორწმუნე ადამიანი, ამიტომ არის გიორგი აი როდის ხდება ადამიანი მორწმუნე, როცა მასში იბადება ღვთის შიში რა. ეს არის დასაბამი სიბრძისო. წმინდა მამები ამბობენ და დასაბამი, ესე იგი, როდესაც შენ ღვთის შიში ჩაირღვრება შენს გულში, რადიკალურად იცვლები უკვე რა. და უკვე აი მაგალითად ძალიან ბევრს უთქვია რომ რუშობდი, ნარკომანობდი, ვეწეოდი, ყველაფერს შევოდი და უცებ სიკვდილის წინ დავდექი და ღმერთს ვთხოვე პატიება, ისეთი ღვთის შიში მოვიდა და იმდენად დავინახე რომ ჯოჯოხეთში წავიდოდიო, რომ აი ხო ერთ წამში ესეთი ადამიანი ვიყავი და აი ამ ღვთის შიშის მადლით აღარც მომენტალურად გავწყვიტე ყველანაირი დიდი ცოდვა. მამო, ძალიან საინტერესო კითხვა მაქვს, ერთი უბრალოდ ძალიან აინტერესებთ ხალხს. აი, რამდენად მამო, აი მაგალითად მართალი წმინდანები იყვნენ, რომელიც ცხოვრებაც გასათვალისწინებელი არის. რაღაცა მაგრამ ჩვენ მამო, სულ ვიყენებთ ავაზაკს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებაც გასათვალისწინებელი არ არის. კონკრეტული მომენტი გასათვალისწინებელია, დიდება უფალს, მაგრამ მთელი ცხოვრებას ვერ გაითვალისწინებთ. თუ ჩვენ დავიწყებთ იმის მიბაძვას, რომ აი ავაზაკი შეიძლება იყოს და რაღაც როდესღაც სადღაც გაგიმართლოს, ამას შეიძლება დაგღუპოს მამაო და ესე ცხოვრება არ შეიძლება. აი თუ შეიძლება მამაო, აი კონკრეტული რაღაც მომენტები, რომლითაც მაგალითად უცბად ვიღაცა ცხონდა, ხო სიტყვაზე, თუ არის გასათვალისწინებელი და მოსატანი საერთოდ მამაო სამაგალითოდ, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ვიყენებთ იმას, რომ ჩვენი ცოდვები გავამართლოთ, ვიღაცა ადამიანები გამოყვავს, რომლებიც ცოდვაში როცა იყვნენ, რომ წმინდანები რო გახდნენ, მაგის მერე კი არა. აი იქამდე ცოდვაში რო იყვნენ, მე რა ისი ცოდავდა და ის არ მარხულობდა, ის რა ქვია, სიტყვაზე აი კლელი იყო, მრუში იყო, მე რა ვერ ცხონდა, ამით შენ თავს ამართლებ რა რაღაც ცოდვებში. მამაო, ადამიანი ხო საწყალია და იყენებს ხოლმე ესეთ რაღაცებს. თუ შეიძლება მამაო, რამდენად სამაგალითო არის გამოყენება ამ ყველაფრის, აი სიტყვაზე ვით შემთხვევით უბრალოდ მოხდა რა, აი სიტყვაზე აი ზოგმა ცეცხლის გადმოსვლისას მაგალითად მუსლიმი იყო და იწამა და ჩაქოლეს და კი წმინდანად არის ახლა შერაცხული. აი ეს რამდენად ჩვენთვის იქნება დამაზიანებელი მამაო, იმიტომ რომ იხალისებს ზოგი თავის არასწორ ცხოვრებას. სხვათა შორის აი მაგ კითხვას ესე უპასუხებ რომ წმინდა მამების სწავლებით არ უნდა შენ არ უნდა მიენდო შენ თავს და არ უნდა იფიქრო რომ აი ავაზაკმა ბოლოს ხო ცხონდა რამოდენიმე
წუთში ცხონდა და მოდი მე ვიცხოვრებ როგორც ავაზაკმა იცხოვრა რუშობით, ტაცებლობით, ყოველი ნების ჩადენით და აი ბოლოს შევინარებ. მამები ამბობენ რომ თუ შენ ესე იფიქრებ, ამ სინანულის დროს აღარ მოგეცემ. და უცებ რომ მოგდე, წარმოიდგინე ბეწვის ხილზე აგდებ შენ სულიერ ცხოვრებას. ამიტომ ეს ძალიან ცუდად სპეკულიანტობ შენ ამ მაგალითით, გამიგე? მაგრამ ავაზაკის მაგალითი მეორე მხრივ არის კარგი, რომ პირიქით შენ რო ამბობ ცოდვილი ადამიანი, რომ აი ღმერთო მე როგორი ცოდვილი ვარ და უიმედობაში ვარ, მაგრამ აი მე უკვე სინანულში ვარ, უფალო იმ გასხოვებით პირველი შემთხვევისა ეხა რაც თქვი მე სინანულში ვარ და აი როგორი ნუგეშია ჩემთვის ავაზაკი, რომელიც შენ აცხოვნე, გამიგე? ესე იგი ორი მხრივ უნდა დავინახოთ და თან ის ავაზაკი მამები ამბობენ რომ იმ ავაზაკს უბრალოდ დრო არ ეყო მოაკვდინეს, თორე რო გაგრძელებულიყო მისი ცხოვრება, იგი უკვე დაიწყებდა მარხვასაც, ლოცვასაც და ყველაფერს და ესე გააგრძელებდა ცხოვრებას. თორე ეგრე ავაზაკი მამაო მეორეც იყო, მაგრამ მეორე არ ცხონდა. ხო და მეორე არ ცხონდა, ხო და აი ზუსტად ეს არის. მეორე ყველა საუბრობს საქმე, რომ ეს ადამიანმა ესე არ უნდა წარმართო, რომ აი ის ავაზაკი ხო ცხონდა და მე ავდგები და დროს ვატარებ და ბოლოს შევინარებ. რაიც შენ ბოლო როდის მოა? ერთ წამშელი დაიძინო აღარ გაიღვიძო და ის სინანულის დრო რო აღარ გეყოს სინანულისთვის აი ესეც სწავლებან. მამა ვიცით რატო რომ ის არის რა ქვია, იმიტომ ბევრი ადამიანი მაგალითად აი რაღაცა იმეს მოგიყვანს რა ის მარხულობდა ისე კი გასაგებია რომ მარხვა ერთ-ერთი რაღაცა წესი არის რომელიც უნდა დაიცვა, მაგრამ ამ პატარა მამაო რაღაცეები თუ არ დაიწყებ აბა დიდი შემსრულებელი შენ თავს დადებ მე ქრისტესთვის არა აქვთ ეგის რომ აუ მე რა მოხდა ვიღაცას მოიყვანე რომ აი ის არ მარხულობდა იმან 4 შაბათ დაარღვე რაღაც პატარა რაღაც კონკრეტული მაგალითები რომელიც თავის თავზე უნდა მოირგონ მამო რაღაც სექტანტურად რა ეს არ არის სწორი მამო იმიტომ ხო თავს იღუპავ რა იმიტომ ის ეხა ყველა მარხულობს და შენ არ იმარხულო იმიტომ რომ მე რა იმას ხო არ უმარხულია ავაზაკს ან რაღაცა ვიღაცას რომ მოიყვანე ეს არ არის მოცხონებისკენ სავალი გზა მამაო და მაგიტომ უბრალოდ შენ თავს მოვიტყუეთ მამაო თან ზოგიერთი ადამიანი მამაო სერიოზული ის აქვს ზოგი ისეთი ლაპარაკობს ხოლმე რომ გული დაგწყდება რომ გონია რომ მართლმადიდებელი არის და ჩვენი ეკლესიის წევრია და ამიტომ შეიძლება პირიქით ეხა წარმოგიდგე კიდე ამისი რომ ვიღაცამ გაითვალისწინო საერთოდ დაიღუპება ხო ისიც და თუ შეიძლება მამაო აი ამ შემთხვევაში მამაო აი როცა მაგალითად რაღაცა გადასამოწმებელი გაქვს აი ერთი ადამიანი ესე საუბრობს მეორე მესამე ამ ინტერნეტმა და იმან საერთოდ მამაო გააფუჭა ადამიანები რაღაცნაირად ისე აი თუ შეიძლება აი ამ ვის უნდა მიმართო მამაო და რა უნდა იყოს საზომი იმიტომ რომ ჩვენ ძირთად მოძღვას როგორ ვირჩევთ იცი ვინც გვაწყობს რომ აი ამაში დაგვიშვებს და არ არის მამაო თუ არის ეგ სწორი მე პირიქით ალბათ აი ცხონება ვისაც უგძალავენ რაღაცებს ის მოძღვარი უნდა აირჩიო ხო სიტყვაზე ხო ეხა ცხონ ვინც გეტყვის რომ ეხა ამაში მარხვაში არ იმარხულო პრობლემა არ არის შენ მაინც ცხონდები ეგეთ მოძღვარი აწყობ და მოდი ანა ვიღაცა ლიბერალობს ეს ახალი ლიბერალური და იმასთან მიდიხარ რომ მე რა ყველა ცხონდება რაღაცა აბა ეხა ისინი ვინც ამ სარწმუნოების გამო მამაო თავი დადეს რა ეხა იმათ აყენებს შეურაცხყოფას არა რა თქმა უნდა ამიტომ თქვი მე რომ ოქროს შვალედი უნდა ვიპოვოთ ყოველთვის ეს საკმაოდ რთულია ადვილი არ არის ოქროს შვალედის პოვნა მაგრამ აი ესეთი ორივე გადახრა რომ ერთი რომ რადიკალური და მარხვა და საერთოდ არ შეინახო მარხვა თუ ესეთი მოძღვარი არის რომ ესე ამბობს და იმასთან იკრიბება მრევლი ეს რა თქმა უნდა არასწორი მიმართულება მაგრამ მეორე მიმართულება რომ ახლა 90 წლის ავატყობ მოხუც შენ რომ კაცი მარხვას დაუნიშნავ ეს მეორე გადახრა რა მე იყო ერთი სხვათაშორის გარდაცვლილი კაი მოძღვარი იყო მაგრამ არ ესმოდა ეს საკითხი და ერთხელ მოხდა ესე რომ 80 წლის მოხუც ეუნება რომ იმან ჩააბარა ახსარება ეთყობა რუშობის წოდვაც ჰქონდა ახალგაზრდობაში და 20 წლით განკანონებოდა 80 წლის მოხუც 20 წლის განკანონებოდა თან ჯულის კანონი ხო ახსენით რომ ეგრე არ არის იძლევა 20 მაგრამ მის სინანულს უნდა დააკვირდე მდგომარეობას გარემოს და ასე შემდეგ და ხო და ეს არის უკვე მეორე უკიდურესობა ამიტომ ხო და აი ეს ოქროს შვალედი ცოტა რთული საპოვნელია მაგრამ აი უნდა ვიპოვოთ რაც შეეხება
ეს საყვედური გამახსენდა ერთ შენიშვნა ვითომ მოგცეს ვიღაც სპირით მოგვიტანეს რომ მავანი სპირით რომ ისა რა ქვია ვინ მოგცათ უფლება ისევ ამ თემაზე ვლაპარაკობთ მაგრამ ცოტა გავშლით რომ თქვენ აძლევთ ვიღაც მოხუცი იქნება თუ ვინც იქნება ყველის უფლებას ხორცის უფლებას და ასე შემდეგ და ჯერ ერთი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით არის ეს ყველაფერი ჟულის კანონით პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და კიდევ ვიმეორებ რომ ჩვენ ამის უფლება გვაძლევს ჯერ ერთი ადგილობრივი ვისაც ვექვემდებარებით ის ეპისკოპოსი და ამას გვაძლევს ჩვენ ჟულის კანონი. როგორ შეიძლება ადამიანი რომ პირდაპირ მოხუცებული ან ვინმე ავადმყოფი თუ გინდა ახალგაზრდა იყოს და უძლური იყოს, იმას არ მიცე, ესე იგი ლოცვა-კურთხევა რამე ისეთზე რომ თქვათ მიიღოს რძის ნაწარმი მაინც. მაშინ უკვე ეს აღარ იქნება ოქროს შვალედი, იქნება გადახრა სიმკაცრისკენ. ეს საკითხები. და მამო, აი რამდენად მამო, რამე თუ ცulis მამო იმას რომ სიტყვაზე არ იმარხულოს ადამიანმა და სიტყვაზე მარხვაში ჩაითვალოს. მაგალითად ემიგრაცია, მაგალითად პატიმრობა, მაგალითად ხეიბარი თუ არის, აი თუ არის რაღაცეები დაშვებისას, რომელიც შეუძლია მამაო რომ სიტყვა. ეხა, აი მაგალითად ჩემნებაზე რო არ ვარ ხოლმე, უცხოეთში რო წავალ მაგალითად და იქ ადამიანები არიან, რომელიც უბრალოდ სუფრას გიშლის და შენინება არ არის, რა ჭამოდა რაღაც. კი, შეგიძლია ჩუმად მოითვენა. იქ რო ეხა ის მოდო რო აუ მე ეს გამიკეთეთ, ის გამიკეთეთ, აი ცოტა შეიძლება ვიღაცა ვერ დაიტიოს და დააბყო. ეგ კიდევ ერთი საკითხია საინტერესო, იმიტომ რომ დანარჩენ ჩვენ ასე თუ ისე აღვხსენ და ეგ კიდევ ესეც საკითხია განსაკუთრებით ბზავრობის დროს. იცი ის არ არის რაღაცა რომ აი ყველა ვისაც უთქვია, ნუ რაც მახსოვს ახლა შეიძლება გამონაკლისი იყო, ისეთი ბიჭები, გოგონები მიდიოდნენ, თქვათ საზღვარგარეთ, გულით უნდათ რომ არ გატეხონ მარხვა, მაგრამ მეუბნებიან რომ აი იქ თქვათ ჩვენ იმის კმაყოფაზე ვიქნებით რესტორნის თუ პანსიონატის თუ სადაც მივდივართ და იქ რა გავაკეთოთ? ნუ ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, პირიქით ჯულის კანონში წერია რომ მოგზაურობის დროს შეიძლება რაღაც შეღავათი ამ ხრივ, იმიტომ რომ პანსიონატში შენ ეხა თუ გასული ხარ და იქ უცხო ქვეყანაში ხარ თქვათ, ხო? და იქ არ არის ეს სამარხო საჭმელი და ნუ ის ერთი კვირა, ორი კვირა ხო არ მოგტები შიმშილით, არა? ამიტომ იქ აღარ უნდა ეძიო იმ რძე არის შერეული იმ რა ქვია ვერცხლის ცილა თუ რაღაცა აღარ უნდა ეძიო რა თქმა უნდა და მამო რა მდგომარეობაა სულ ძალიან 10 წუთი დარჩა სხვათა შორის და მამო მარტო საჭმეზე ხო არა აი სულის აი ჩვენ ეგ გვეშლება რომ სულ მარტო საკვებზე გვაქვს ანუ გადატანილი ყველაფერი და ამ საკვების გამო შეიძლება არასწორად ვიღაცამ რომ დაგემზადოს ის ლამის მოკლა და ეს მარხვის დარღვევა შეიძლება საკვებით არ არის მაგრამ უარესი მარხვის დარღვევა და ზიზღი და იმით ხო ხშირად ხდება ხოლმე. აი ამ შემთხვევაში მამო, რა უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში საკვებით შეიძლება ვიღაცა 100%-იანი იცავს, ლოცვითად, იმითაც, მაგრამ სახში მივიდეს და თავისიანებს გადაუაროს, იქ ვიღაცამ დაუსიგნალოს, მოკლას ისლამის ცემით. აი ამ შემთხვევაში მამო, აი აქ რა ხდება? ხო და აი ეს არის ზუსტად რომ ადამიანს ვერ შეუცნია თავის თავი, როგორც ცოდვილი. ეს არის ზუსტად რომ განიკითხავს სხვებს. ეს არის ზუსტად ის რომ ადამიანი არ არის შემწყნარებელი. გამიგე და არ აქვს თავის სულით, თავის შინაგანი სამყარო შესწავლილი არ აქვს და ამიტომ ამპარტავანია, ფარისეველი ვით არის, რომ აი მარხულობს, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ აი ვინმე ეს არის ძალადობა, რელიგიური ძალადობა. სხვათა შორის ეს ამ თემაზეც უნდა გვესაუბრე, რადგან მარხვა აი პაისი დიდი, პახომ დიდი და კიდე რომელიღაც დიდი მამა, განსაკუთრებით ყველა მამა, მაგრამ პირდაპირ ილაშქრებოდნენ რელიგიურ ძალადობაზე, გიორგი, პირდაპირ. ესე იგი, რავს გულისხმობ, რომ აი ზოგი ამბობს, რომ აი უნდა ეზიარო და რატო არ ეზიარები და უნდა ეზიარო და ეს უკვე ძალადობა. მე ისეთი ხალხი მყავს ნანახი, რომ ოჯახის წევრებს მოყავდათ იქ მამიდა იქნებოდა თუ დეიდაშვილი თუ სახური ვინმე და ძალით რომ აუცილებლად უნდა ეზიარო და მე ერთხელ მომიყვანა კაფელს აგებდა კაცი მუშა და მორწმუნეს ოჯახში იყო და ნუ ამან ეთქვა შეჭამა უნდა ეზიარო და მოვიდა კაცი და რომ გამოვკითხე მივხვდი რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი ამ კაცმა მითხრა რომ მე საერთოდ არ მინდო ამან მითხრა რომ არ გაგაკეთებინებ ვიცოდ თუ არ ეზიარებიო და აი ეს ძალადობა არ შეიძლება ესეთი ადამიანიც მინახავს რომ
დავაკვირდი რომ ვიცნობდი იმ ადამიანს და დავინახე რომ წირვებს ესწრება ძალიან გამიკვირდა და მე გამოვიდოდა და გაზეთს კითხულობდა და მე რამოდენიმეჯერ მე ერთხელ უთხარი რომ ეხა ევქარისტიული კანონი იწყება შენ ხო უნდა ეზიარო და გაზეთების კითხვა არ შეიძლება შედი დაესწარი მეთქი და მან მითხრა რომ მე აქ ძალით მოვყავარ თუ გამიგეთ ესე იგი არაფრით არ შეიძლება ზიარებაზე აი ესეთი ძალადობა ეს არის რელიგიური ფანატიზმი და კიდევ არ შეიძლება ესეთი რამ შენ ეზიარები რატომ არ ეზიარე და ასე შემდეგ ეს უკვე სულში ფათურია ჩემო ძვირფასება ამიტომ ასე უნდა გავაკეთოთ ჩვენ რომ არავინ არ უნდა განვიკითხოთ და შენ თუ მარხულობ და სხვა არ მარხულობს კი არ უნდა იყვირო რატო არ მარხულობ არამედ პირიქით უნდა თქვა არ უნდა განიკითხო და თქვა რომ ალბათ ისეთ გარემოში როგორც ეს ადამიანია მე ამაზე ვარესად გავტეხავდი მარხვას აი ეს არის რელიგია და მამო როგორ შევიცნო ჩვენ დიახაი თქვენ რა სიტყვით უბრალოდ თუ ცოტა დაგჭირთ რომ მე მინდა ან შენ მითხარ კითხვა და მე უპასუხო არა თქვით მამო თქვით მე მინდა რომ ისეთი დრო დადგა როგორც მსოფლიო მოვლენებს ვამბობ გიორგი რომ რაღაცნაირად მოკლედ შევეხმიანოთ არა პოლიტიკურად არამედ რელიგიურად ჩვენ ხედავთ რომ დიდი ამბებია დაწყებული რა მსოფლიო რო იტყვიან მართლა ამ ქვეყნიური ცხოვრებისეული ქარიშხალი და ღელვა ისე დონეზია უკვე რომ მესამე მსოფლიო ომის წინაშე ვდგავართ კართანა აპოკალიფსური პერიოდი თუ ვამბობდით წინა პერიოდია მე ვამბობდით აპოკალიფსური დროის წინა პერიოდია ეხლა შეიძლება პირდაპირ შევაბიჯოთ აპოკალიფსში ეს უკვე აი ჩვენ ხედავთ ამას პირდაპირ და აქ მე უბრალოდ მინდა ყველას მიმართო ვინც მე მისმენს რომ და რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ვფიქრობ და ნუ გეშინიათ კი მინდა გითხრათ მაგრამ ნუ გეშინიათ მეც მეშინე რაღაც ეს ფილოსოფია ხო მაგრამ არც მე უნდა შევშინდე გამიგე და ჩვენ უნდა ვაცხობდეს მაცხოვრის სიტყვები ნუ გეშინია მცირესა მაგას სამწყსოსა და მე გეტყვით თქვენ ვისი გეშინოდეს მიძლევია სოფელს და მე გეტყვით ვისი გეშინოდესო მაცხოვრამ სიკვდილის შემდეგ ვისაც შეუძლია ჯოჯოხეთში გაგიშვას ანუ ღვთის შიში ჩვენ შიში ამ ქვეყნიური არის ისეთი საშინელი რამ რო ეს აი ერთ-ერთი უდიდესი ცნება რომ არ უნდა გეშინოდეს რა და ყველაფერს შეგადენინებს შეიძლება ქრისტე უარყო ამიტომ აი ეს შიში ეხლა ჩვენი პირველი რა თქმა უნდა მარხვაც უნდა შევინახოთ ყველაფერი ამ გარემოს გარეშეც ჩვენ ეს ყოველთვის უნდა ვიცოდეთ რომ მზად უნდა ვიყოთ ცდების და ცდების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად ყოველ წუთს შეიძლება გავიდეთ და ყოველ წამს შეიძლება შენი პირადი აპოკალიფსი დაგიდგეს ხო ჩვენ ასე უნდა ვიყოთ ყოველთვის მზად მაგრამ აი ეხლა ამ გარემოში რაც ხდება ჩვენ ეხლა ეს რო ფიქრობთ ვაიმე რა იქნება ვაიმე როგორ დევნა იქნება ის იქნება ეს იქნება ბომბების ჩამოყრა იქნება აი ეს შიში უნდა მოვიცილო და მოვისპოთ აუცილებლად თან ერთი დიდი რამ დარიგება წმინდა მამის იოანე ოქროპირის რომ როცა ესეთი დრო დადგებაო ამბობს იოანე ოქროპირი ამას ამბობს ბევრად გზე და განსაკუთრებით მათეს სახარების 24 თავის რომელიღაც მუხლია მე მგონი რომელიღაც მუხლია აღარ მახსოვს სადაც ესე იგი მაცხოვარი ამბობს რომ დადგება ეს საშინელი დრო ოქროპირი განმარტავს რომ უფალიო გვაძლევს დიდ ნუგეშსო რომ ეს დრო მართალთათვის ანუ მორწმუნეთათვის შემცირდებაში იოანე ოქროპირი ამბობს ნიშნავს იმას რომ იქნება ღვთის განსაკუთრებული ფარველობა ამიტომ აი ეს შიში ეს ფიქრები რა გვეშველება შვილებს შვილიშვილებს რა ეშველება რა იქნება ჩვენ სამშობლოს აი ეს შიში უნდა მოვისპოთ ეს იქნება ყველაზე კარგი და ყველაზე დიდი ცნება რომ კონდეს ღვთის შიში მაგრამ იმის შიში რომ შენ გეშინია სიკვდილის ან ასე შემდეგ ყველაფრის დანარჩენის აი ეს შიში უნდა მოვისპოთ და რაც შეგვეძლება ვიყოთ უშიშარნი ვითარცა უხორცონი როგორც ჩვენი
დიდი წინაპრები. და მამაო კიდე თუ შეიძლება აი მამა გაბრიელი, წმინდა ნიკოლოზი, სპირიდონ ტრიუმფელი ესე რომ გვიყვარს, ისინი იქ არიან და გველოდებიან, მამაო, ხო ეხლა წარმოიდგინეთ და ანუ შიში რისი უნდა კონდეს, რომ ღვთის შიში რაღაცა იმათ კი უნდა აღიქვათ, რომ რაღაცა ის მოდის. უბრალოდ აი ამ ადამიანებს რომ ვეღარ ნახავ და ვერ შეხვდები და იმ ჩვენ გარდაცვლილებს, ვინც კარგად იცხოვრეს ჩვენამდე, ამის შიში უნდა კონდეს. ზუსტად იოანე ოქროპირი დაკარგვის შიში. აი ზუსტად მაგი გამორჩა მინდოდა გიორგი. იოანე რაც შენ ახლა წარმოთქვი იოანე ოქროპის აქ 24 თავის ბოლოს სწავლებაში პირდაპირ მოცემული რომ მეორედ მოსვლაო ჩვენ უნდა გვიყაროდესო ძალიან მაგრამო ჩვენო ფიქრობთ ოი რა იქნება ეს დღე წუხვართო სინამდვილეში იდეა ესეთია უნდა გვიხაროდეს იმიტომ ქრისტე მოდის და იწყება ქრისტიანთა სრული გამარჯვება მაგრამ ჩვენ რო არ მოხდეთ იქ აი რაც შენ თქვი ჩვენ რო არ მოხდეთ ღვთის სასუფეველში აი რა უნდა გვაშინებდეს აი რისთვის უნდა ვწუხდეთ და ამიტომ ეს ნახოთ ნუ ეს ცხოვრება ისეთი ამოება მით უმეტეს ამ დაძაბულ დროში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა სულიერი კუთხით ეს ძალიან კარგიც არის სულიერი კუთხით და ხედავთ რა ამოება ხო ეს ცხოვრება ყველაფერი გვერდზე რჩება აბსოლუტურად და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე რომ აი რა ზუსტად ღვთისმშობელი სპირიდონი გაბრიელი და ყველა წმინდანის გვერდზე ვიყოთ ამის გამო ჩვენ უნდა უარყოთ მძიმე ცოდვები და ვიყოთ მუდამ სინანულში და იმედად, მამა, აი თუ შეიძლება მამა ბოლო 5 წუთი დარჩა და იმედი როგორ არ უნდა დავკარგოთ, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთეს ბოროტი, რომ ადამიანმა დაკარგოს იმედი. იმიტომ რომ იცით რატო არის მამა ჩვენთან დაკარგული იმედი, რომ ამ ქვეყნიურზე ძალიან ვართ დამოკიდებული, მამა. სულ დაავიწყე, ეხ დარწმუნებული ვარ, რომ 30 წლამდე ვინც არის სიკვდილი, საერთოდ არ იციან რა. აი სადღაც პანაშვიძე და იმაზე რომ ნახავ გათავისებული არა აქვს ადმიდიან და იგივე რომ როდესღაც მათ ცხოვრებაშიც მოხდება ეს არიციან მამა ბერმა მამა მორწმუნემაც არიცი იმიტომ რომ რაღაცით ისე ამ ქვეყნიურ ამაოებებმა ისე დაგვავიწყეს ხო სამწუხარო ჩვენ და რა მე მოყოლინი მაქვს 99 წლის კაცთან რამოდენიმეჯერ ვიყავით ვერ ვაზიარეთ და 99 წლის კაცი წარმოგიდგენ შენ ხო თქვი ახალგაზრდა კი რომ 99 წლის კაცი მივედით რომ გვეზიარებინა სამწუხაროდ ვერ ვაზიარეთ და არ მოგცა უფლება მაგრამ 99 წლის კაცი რომ გაიგო რომ უნდა გვეზიარო შეეშინდა იფიქრა რომ უკდებიო გამიგე და საბანში ჩაიმალა და ვინც ამიყვანა იმან თქვა რომ დაველოდოთ რა იქ ვაზიაროთ კაი მე და დავჯექით და ესე გადაიხადა ოდნავ და იქ ვიღაც მომსახურე ქალი იყო და იმასე უნდა ხდელი წავიდაო და არაო და ისო გადაიხადა ესე იგი ადამიანმა თუ არ გაითავისება ახალგაზრდა იქნები თუ არა აქვს მნიშვნელობა ხო ხდა 99 წლის კაცი კიდე სიცოცხლეზე ფიქრობდა და არ უნდა დაზიარება და ახსარების თქმა არ უნდა და ესე იგი რა მინდა ამით თქვა რომ ჩვენ უნდა ამას რო კაცი ვერ მიხვდები აი ეს ის ახალგაზრდა ნუ ვინ არის არ არის ბრძენი ხო იმიტომ რომ ამას რო ვერ მიხვდები ამდენი რამის შემდეგ ამდენი ადამიანი კვდება უყურებ მას დასაფლავებას უყურებ სასაფლაოს უყურებ ვიღაცამ დიდარი ძლიერი კაცი უკვე საფლავში აგდებენ რა მოება ყოფილა ყველაფერი ხო ამას თუ ვერ საზღვრავ და რა ხდება სულ ომი სულ გაუტანლობა სულ ამას რო ვერ მიხვდები რომ ეს ქვეყანა მცირედ დროშია მხოლოდ მოცემული და ისეც ყოველ ნაბიჯზე ყოველ წამს ჩაფსაფრებულია სიკვდილი ამას თუ ვერ მიხვდები ეს ძალიან სამწუხაროა და რა თქმა უნდა დარჩები წარწმენდულთათვის დაფარულია სახარებაო და ნუ იქნებით ეს წარწმენდული მივხვდეთ რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი მხსნელი და ვინც წავალთ ამ ქვეყნიდან და ხო ყველა წავალთ მივდივართ ქრისტესთან მამა და თუ შეიძლება მამა აი სიკვდილი დაიდგუნა აი როგორ დაუდგუნოთ მამა იმიტომ რომ ესო ჩვენ გავიგოთ ხო მართლა არ შეგვეშინდება მე აი სიკვდილი როგორ დაუდგუნოთ ჩვენც აი თუ შეიძლება კიდე თითქმის იგივე კითხვა მაგრამ რაღაცნაირად ხო შეიძლება გავეხმაროთ იმ ადამიანს შეიძლება გავაგრძელოთ და ადამიანი აი გიორგი ცვალებადია და ნახე რომ რას ამბობს მაცხვარი რომ სასუფეველი ღვთისა გამოიტაცების გამიგე შეიძლება იძულების სხვა რატო იცი აი 50 წელი შეიძლება იმარხო ყველაფერი გააკეთო და ყოფილა კიდევაც ბერები ესეთი ყველაფერი გააკეთო და ბოლოს დაეცა ქალთან და წარწმუნდა სერიოზულ ბერებს ლაპარაკი გამიგე რატო იმიტომ რომ ეს იძულება ბოლოში აღარ მოხდა ამიტომ ჩვენ სიკვდილამდე
სულ უნდა ვებრძოლოთ. ის კი არა, აი ერთხელ არ ვიმრუშე, და გავწავედი, ხო? ესე იგი, მაგრამ აი მე თუ იმრუშე რაღა აზრია. გამიგე, ბოლომდე არის საჭირო ბრძოლა და პიმენ დიდი თუ პაისი დიდი აღარ მახსოვს. ნუ არა აქ ამას უშუალოდ ერთ-ერთი დიდი мама, აი ესეთი პაისი ან პიმენი, რო კვდებოდა ეშმაკმა გაუმართა ბოლო ბრძოლა. როგორ იცი 5-6 წამი რო იყო დარჩენილი რა. და ამ დროს ეშმაკი ეუნება რომ პიმენ ძლიემე შენ ყოჩახო და ნახე ეს უკვე არაო ჯერ არაო გამიგე ამ ბოლომდე იბრძოლა პიმენს რო ეთქვა გძლიე დაცემა ის გამიგე აი რამოდენიმე წამი შეიძლება ამ ხელა ის ჩაეყარა ამ ხელა შრომა ამიტომ იძულების ანუ ბოლომდე უნდა ბოლომდე აი უკანასკნელ აღმოჩინამდე უნდა ვთქვა ქრისტე ღმერთო ქრისტე მხსნელო მაცხოვნე მე შემიწყალე და შემეწიე მე ამინ ძალიან დიდი მადლობა ულამაზეს და კარგესი საუბრისათვის მამა უღრმეს მადლობას მოგახსენებთ აი ეს თქვენი გამოცდილება და ის ძალიან გვეხმარება და აი პატიმრებს განსაკუთრებით მოგიკითხავთ აქენა ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ მამა თუ შეიძლება რომ დალოცოთ ეს ადამიანები და ნამდვილად პატიმრები მე როცა ძალა მქონდა ხშირად დავდიოდი და უნდა მაპატიოთ ძალიან ბევრი ნაცნობია ახლობელია ზოგი უცნობია მაგრამ თხოვენ უნდა მაპატიოთ არ შემილია უკვე ფიზიკურად არ შემილია შემოსვა და გლოცავთ გულით ყოველთვის და გაკურთხოთ უფალმა და ყოველივე სიკეთე მოგმადლოთ უპირველეს ყოვლისა გაგანთავისუფლოთ და სწორ გზაზე დაგაყენოთ ღმერთს უღრმესი მადლობა მამა ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერ კარგს გისურვებთ და რა ვიცი ყველაფერი აი აბსოლუტურად ვინც ხართ პატიმრები რა ვიცი ძალიან ბევრი ხართ ესე მთელი გულით მოგიკითხავთ სიხარულს გისურვებთ ყველაფერ კარგს და ჩემი მეგობარი არის პატარა ჩემი მართლა ძმისშვილი არის გიორგი ციხისთავი რომელსაც დაბადების დღე აქვს და აუცილებლად მთელი გულით გილოცავთ ბედნიერებას გისურვებთ და ხო აი არაჩვეულებრივი ხალხი არიან მამაო და დალოცეთ თუ შეიძლება მამაო და დალოცოს ღმერთმა ამინ დიდი მადლობა მამაო რომ ხართ ჩვენ ცხოვრებაში და თუ შეიძლება მამაო თქვენი პატარა რვეულით ერთ-ორ კვირაში რომ მობრძანდეთ კიდე იმიტომ რომ ის ალაპარაკო კარგით მაშინ გელოდებით ამ არხვაშივე აუცილებლად დროებით კარგად ზანდებოდეთ მე გახდით გიორგი დარასელია მამა ალექსანდრე ბოლქვაძე გახდა ჩვენი სტუმარი და უღრმესი მადლობა ყველა პატიმარს განსაკუთრებით აი თომა რა ბევრი ხართ ძალიან მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით არ მინდა რომ ყველა გამომჩეთ წარმატებები